23 წელია რაც ამერიკაში ვარ. ამერიკელებს რომ ინგლისურს ასწავლით ხოლმე რა შეგრძნება? რაღაც ამას ნამეტანი მოსდის. Google Translate რომ თქვენი სტუდენტი იყოს, რამდენ ქულას დაუწერდით? მე ქვაბაგდე თავი შეუშვირი. მასწავლებლების ცნობილი ფრაზა სემესტრის ბოლოს მე გავიცინებო, თუ გამოგიყენებიათ და თუ გაგიცინიათ სემესტრის ბოლოს. მე არ მიყვარს, როდესაც რომელიმე ენისა უბრისას ურევ სხვა ენას. თუ ყოლიათ სრულად უიმედო და ზარმაცი სტუდენტი, რომელმაც წლების შემდეგ თავისი წარმატებით გაგაკვირვათ. აქ მე ვთვლი, რომ ვაკეთებ ქართულ საქმეს, ნამდვილად. რას ვერ შეეგუეთ დღემდე აქ ცხოვრების განმავლობაში? მე ბიბლია პირველად დავინახე, საბჭოთა კავშირი რო დაიშალა მაშინ. მანძილის გამო ბევრი კარგი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა. მე მტირალა გოგო ვარ, ეს ყველა მიცის. ფიქრით რა ენაზე ფიქრობთ? არა, ფიქრით მაინც ქართულად ფიქრობ. ყველაზე ძვირფასი ქართული ტექსტი რა არის, რაც თარგმნილა ცხოვრებაში როდისმე ან უნდა ითარგმნოს? დილიდან საღამომდე ვზივარ და ვლაპარაკობ. ქართული სიტყვა, რომელიც ყველაზე რთული სათარგმნია და გასაგები უცხოელისთვის. ჩემ ქმარს რო უყვები რაიმე ქართულ ანეკდოტს ინგლისურად. სატირალია უკვე, იმიტომ რომ ვერ გაიგო. ჩოდნა ბოროტი ადამიანის ხელში რამდენად საშიშია. საშიშია. ამერიკა ვისთვის არ არის? მუშაობ 7 დღე. გეტირებათ. ეს არის მაშიც და